გამარჯობა მეგობრებო, დღეს 31 მარტია, უდიდესი ეროვნული მოღვაწის, ნამდვილი ქართველის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, რაც მინდა მოგილოცოთ და არის კიდევ ღირს შესანიშნავი დღე იმის გამო, რომ ამ დღეს ზვიად გამსახურდიამ გენიალური სვლა გააკეთა და ჩაატარა საყოველთაო რეფერენდუმი, სადაც მთლიანად სრულიად საქართველოს თავისი ყველა ტერიტორიით, თავისი ავტონომიური რესპუბლიკებით გააკეთა არჩევანი ერთიანი საქართველოსკენ, თავისუფალი დამოუკიდებელი საქართველოსკენ. ამ დღის მნიშვნელობა ჯერ კიდევ ვერ გაუაზრებია უმრავლესობას. რას ნიშნავს ეს რეფერენდუმი? რაზეც არაერთი, ესე ვთქვათ, სპეციალისტი საუბრობს, მაგრამ წინა პლანზე არ მოაქვთ მაინც ეს სათანადო დონეზე, რო გვესმოდეს რა მხელა მნიშვნელობის არის ეს რეფერენდუმი. სამწუხაროდ იმ რაოდენობის ქართველი ახლა აღარ არის საქართველოში, როგორც მაშინ იყო და იმედია ეს ამბავი გამოსწორდება. აგრეთვე ხაზი მინდა გაუსვა იმ ფაქტს, რომ მე სამწუხაროდ მაშინ ჯერ კიდევ ისე არ ვაფასებდი, ან შეიძლება საერთოდ არ ვაფასებდით სათანადოდ ის, რომ ერთ დროს დავდიოდით მიწაზე, იმ მიწაზე, სადაც ჩვენთან ერთად დადიოდა და ეხებოდა მიწას წმინდანი ბერი გაბრიელი. ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავა, მუხრან მაჭავარიანი და ესეთი დიდი ქართველები. მინდა ხაზი გაუსვა კიდევ ერთ დეტალს, რომ ძალიან ბევრი იჩემებს ეროვნულობას, რაღაც დისიდენტობას, მოაქვთ რაღაც იგავები, თავის ისტორიები, რა ვიცი, რომ თითქოს ზვიადზე და მერაბზე მაღლა იყვნენ. მინდა მოკლედ უპასუხო ამ ხალხს, რომ საქართველოს ხარჯზე დისიდენტები ნოიქნებით. დისიდენტები იყავით თქვენი ცხოვრების ხარჯზე, თქვენი სიცოცხლის ხარჯზე, თქვენი კეთილდღეობის ხარჯზე, როგორც ეს ზვიადმა გააკეთა. არაკეთილმოსურნეები, რბილად რო ვთქვათ, მაგრამ მოდი პირდაპირ ვთქვათ, მტრები საქართველოს ზვიადს გიშსაც ეძახდნენ და მოდით გარკვეულ კონტექსტში დავეთანხმოთ ამას, რომ მართლა გიჟობა იყო, რომ კონდეს ადამიანს იმისი აბსოლუტური, ესე ვთქვათ, შანსი, რომ გეცხოვრა უდარდელად, კარგად, არაფერი მოგეკლო შენი თავისთვის და გადადო ეს ყველაფერი და გასწირო შენი ცხოვრება, შენი კეთილდღეობა, სიცოცხლე, ოჯახი, გადადო ეს ყველაფერი სამშობლოს გამო. თუმცა ზოგიერთ ჯოჯოებს LGBT თემიდან საერთოდ ვერ წარმოუდგენიათ სიტყვა სამშობლო რას ნიშნავს. იმიტომ რომ სამშობლოები არიან. დიახ, ზეგიჟე იყო და წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ადამიანმა ყველაფერი ამ ქვეყნიური სიკეთე გადადოს და თავი გასწიროს თავისი სამშობლოს გამო. აი ეს იყო ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, ესეთი იყო ისიც. თუმცა თვითონ კოსტავას დედა აყენებდა ზვიადის წინ მერაბზე და ჩვენ უკვე ახსენი რატომაც, ხო? ის ვიგინდარები შეღონაზის მოდგმის გუშია კვარაცხელია და აი ეს ბერძენიშვილები და სააკაშვილები და მათნაირები ვერასდროს ვერ შეძლებენ ამ დონის მიღწევას იოტისოდენადაც კი
ვინაიდან არანაირად არ წარმოადგენენ ქართული სულის ადამიანს. ზვიადის დანატოვარი წინ დაგვხვდა ძალიან ბევრი რამ, რასაც გვაფრთხილებდა, ახდა, მერაბის სიტყვების ახდა და თავარი რუსოფობებს მინდა მივმართო. ზვიადი საუბრობდა რუსებთან, ხვდებოდა რუსებს, მოლაპარაკებები ჰქონდა რუსეთთან და პირდაპირ ამბობდა, რომ ჩვენ არ ვართ მტრები რუსეთის, ჩვენ უნდა გქონდეს ამ ხალხთან მოლაპარაკება რუსეთთან, მეგობროთ, ვილაპარაკოთ როგორც სუვერენულმა ქვეყანამ. ამას ითხოვდა ზვიადი, რომ ვიყოთ სუვერენულები, გვაღიარეთ როგორც სუვერენულები და ვილაპარაკოთ მე როგორც თანასწორებმა ჩვენ არ ვართ მტრებიო ეუბნებოდა ის რუსებს პირდაპირ. ასე რომ გამოდიხართ და ვითომ ეროვნულობთ და ეროვნულობა მიგაჩნიათ რუსეთის გინება, თქვენ არ ხართ ეროვნული. თქვენ ძალიან შორს ხართ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავასგან. და ტყუდად ნოცდილობთ თავი წარმოაჩინოთ ეროვნულებად. ნეფსით უნებლიეთ ტროფთ საქართველოს თქვენ და მთავარი მიზანი ჩვენი რაც არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ამას უშლით ხელს, რაც ზვიადმა მოახერხა და შეგვინარჩუნა. მაგისმა დაალოცოს ზვიადის და მერაბის სულები. თქვენ გინდა გისურვებთ მშვიდობას და ღვთისწყალობას. კარგ ბრძანებოდით.